მილიონი დოლარის კითხვა დამისვით, არც მეტი არც ნაკლები, ესე იგი, და მე რასაც უყურებ. მაგრამ საინტერესო კითხვა აუდაოთ. ჩვენ მუშაობთ აქტიურად იმ არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც რეალურად კონტექსტურად საქართველოში არის შექმნილი, შიდა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და საგარეო პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და რაც თავარია, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს გუნდს ზოგადად ხელთ გააჩნია. აი როგორ ვაპირებთ ბატონ ივანიშვილის რეჟიმის გვერდით გაწევას, რომელიც აუცილებლად მოხდება. მოხდება ეს შემდეგი კვირების თვეების განმავლობაში, ეს გამოჩნდება ჯერჯერობით ეს ასე მკაფიოდ არ ჩანს, იმიტომ რომ პროცესი გადასული არის, ასე ვთქვათ, მარათონულ ბოლაში და შესაბამისად ჩვენ ამ პროცესს ჩემი აზრით შინაარსიანად მივუყვებით. კი ბატონო, უფრო დეტალურად რომ ამიხსნათ ბატონ კახა, თუ შეიძლება, მაინც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს პასუხი ცოტა ზოგადი იყო, შესაძლოა მაყურებლისთვისაც უფრო დეტალურად რო ავხსნათ, აი კონტექსტიდან გამომდინარე, როგორც თქვენ აღწერეთ, აი ამ დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, მაშინ რა სტრატეგიით იბრძვით? აი სულ მახსენდება ხოლმე გახარიას ეს სიტყვები, რომ თავარი მიზანი მაქვს ივანიშვილს ორი ძვირფასი რამ დავაკარგინო, რაზეც ის დგასო, ეს არისო ფული და ძალაუფლებაო და აი რა ეტაპზე ხართ აი ამ ბრძოლაში, ეს რომ გითხრათ? ჩემი აზრით საინტერესო ეტაპზე ვართ. დიახ, ეგორი მიზანი არ შეცვლილა, ჩვენ მიზნებს ასე მარტივად არ ვიცვლით. შესაბამისად, სტრატეგიული მიზანი დიახაც სწორედაც ეგ არის. ეგორი მიზანი არის. ხო და მარტო ვინმესთან ერთად ამას ვარკვევ. არა, ვინმესთან ერთად იმ მხარდამჭერებთან ერთად, რომელიც ჩვენს პარტიას გააჩნია და ზოგადად იმ საზოგადოების განწყობის შესაბამისად, რომელიც ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული და ჩემი აზრით ქვეყანაში ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ ბატონ ივანიშვილი გახდა საქართველოსთვის პრობლემა. მათ შორის ჩემი დაკვირვებით და ჩემი მოკრძალებული ანალიზით იმ ადამიანების თვალშიც და გონებაშიც, რომლებიც მკაფიოდ ქართულ აზრს წარმოადგენენ, სხვათა შორის შეიძლება ითქვას წელიწადი და ნახევრის წინაც კი. ამიტომ ეს ადამიანები განწყობებს იცვლიან, ჩვენ ამ განწყობებს ხედავთ, ამ განწყობებზე რეაგირებთ და ჩვენი სტრატეგიული ამოცანა თქვენ დეტალებზე ჩამეკითხეთ. ხო, ჩვენი ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ იმ მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, პირველ რიგში უნდა დაკარგოს ელექტორალური ბაზა, რომელზეც დგას ქართული ოცნება. არასამართლიანად, აი ამ თავისი ბინძური, ფაქტიურად პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით, შავი ფულით, კორუფციით, ასე ვთქვათ, მილიონი არასამართლიანი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტის გამოყენებით, მაგრამ დგას. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ელექტორალური ბაზა დაინგრეს და არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას დღეს, ვინც ქართულ ოცნებაში, უпроსტად პოლიტიკურ ველზე არსებობს, არც ერთს არ შესწევს ძალა იმის, რომ მათი ეს ელექტორალური ბაზა დაშალოს და გარკვეულწილად ანუ აქეთა მხარეს წამოიყვანოს. ამ შემთხვევაში მარტო ჩვენს მხარდამჭერებში კი არა, მთლიანად ოპოზიციურ ველზე გადმოიყვანოს. აი რა არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, მათ შორის ამ მოქმედებს აბსოლუტურად ცივი გონებით და ჩემი აზრით ეს მიზანი მიღწევადი არის. კი ბატონო, აი ბატონ კახა, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ საზოგადოების განწყობებსო ვაკვირდებითო და მის მიხედვით რეაგირებთ და ასე შემდეგ. აი საზოგადოების განწყობებზე დაკვირვების შედეგი იყო ის რეაგირება, როდესაც თქვენი კოლეგები ღიად ამბობენ, რომ რაღაცა ემზადებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. არა, ქალბატონო ანა, ჩემი კოლეგები ამბობენ იმას, რასაც ამბობს ყველა დანარჩენი ჩვენი ამომრჩეველი და ზოგადად ადამიანი. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის. ნებისმიერ სცენარში იგულისხმება მათ შორის ოქტომბრის არჩევნებიც, რომელიც ჩვენი სტრატეგიული ამოცანიდან გამომდინარე უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაბამისად ჩვენ ვიმოქმედებთ იმ არსებული, ასე ვთქვათ, მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც იმ კონკრეტული მომენტისთვის შეიქმნება. აი რისთვის ვემზადებით ჩვენ. ჩვენ უნდა ვიყოთ, ჩვენ არ გაგვაჩნია განსაკუთრებული ინსტრუმენტები, ჩვენ არ გაგვაჩნია მედია რესურსი, ჩვენ არ გაგვაჩნია განსაკუთრებული ფინანსური რესურსები, ამიტომ ჩვენი მწირი რესურსებით, მაგრამ სტრატეგიული ხედვით, ჩემი აზრით, საკმაოდ ჭკვიანური ტაქტიკით, არა აჩქარებით, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოქმედებთ ისე, რომ ბატონმა ივანიშვილმა ჩვენი შეცდომებით და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დაშვებული შეცდომების საფუძველზე სარგებელი და დივიდენდი არ ნახოს. აი რისთვის ვემზადებით და
რატომ კი ბატონო, აი თქვენ ბძანეთ რომ ჩვენ კი ბატონო, აი თქვენ ბძანეთ რომ ყველა სცენარისთვის ვართ მზადო. დავუშვათ 4 ოქტომბერს ჩატარდა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები და არ დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა თვითმმართველობასთან ერთად საპარლამენტო არჩევნები. რას აპირებთ? გააჩნია რა პოლიტიკური მოცემულობა იქნება და აი ის მოცემულობა რაც დღეს არის. ის მოცემულობა რაც დღეს არის, რეალურად დღეს ეს პროცესი გაჩერებული არ არის. ეს პროცესი სადღაც უნდა წავიდეს. მათ შორის ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური აქტორებიდან გამომდინარე და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკური აქტორებიდან გამომდინარე. ეს არის სინერგიული პროცესი, რომელიც გარკვეულწილად ანალიზის, მკაფიო ანალიზის ჩამოყალიბების საშუალებას თქვენ ახლა რასაც მეკითხებით, რომ მკაფიო პასუხი გაცეთ, ამის გაცემის არსებობის შესაძლებლობა დღეს არის მინიმალური. რატომ? იმიტომ რომ ბევრი ცვლადი მდგენელია, ქალბატონო ანა. შესაბამისად, ჟურნალისტებს მესმის რატომაც აქვთ ეს პროფესიული ინტერესი, რომ რაღაც მეტი მკაფიოობა იყოს ამ პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ იმდენად უცნობია, იმდენად უცნობი ცვლადია მთლიანად აი ამ პოლიტიკურ პროცესში, რომ აბსოლუტურად არაჭკვიანური იქნება, რომ რაიმე კონკრეტული მკაფიო პასუხი დღეს ადამიანმა გასცეს, ვისაც ანალიზის შეუძლია, ანალიზის უნარი აქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ გაცემული პასუხიდან გამომდინარე, შეიძლება ბატონმა ივანიშვილმა და მისმა ჯადოსნურმა გუნდმა შეცდომაზევე დაგიჭიროს. და შესაბამისად, ანუ ფაქტიურად პოლიტიკური ფასი სწორედად შენი შეცდომიდან გამომდინარე გადაიხადო ნეგატიურ კონტექსტში. ამიტომ მე მიმაჩნია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერ დრო არის, გადაწყვეტილებას მივიღებთ სწორედად იმ მომენტში, როდესაც ამის კრიტიკული აუცილებლობა დადგება, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებისთვის ნებისმიერი ძალა უნდა იყოს მზად, განსაკუთრებით იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ შენ თვითონით ხო რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, ეგ არის ჩემი აზრით აქსიომა და აბსოლუტურად განხილვას და პოლემიკას არ ექვემდებარება საერთოდ. კი ბატონო, ისევ ფორმატებს მინდა დავუბრუნდე ბატონ კახაი. მე ვახსენე რომ პაატა ბურჭულაძის ინიციატივის შექმნილ ფორმატში არ იღებთ მონაწილეობას. ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმაშიც ბოლო პერიოდში ვიყოთ გულწრფელები და დიდად იქაც არ აქტიურობთ და მგონი საერთოდაც არ დადიხართ, არ ვიცი, შეიძლება ვცდები. რატომ თუ შეიძლება რომ აი ეს შეკითხვა და ვიცოდეთ აი ამ შეკითხვაზე პასუხი? შეკითხვისთვის ქალბატონო ანა, ჩემი აზრით ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთი შედარებითი კონკურენტული უპირატესობა სხვებთან შედარებით ავადნიერდები და ვიტყვი რომ არის გულწრფელობა. ჩვენ არასოდეს ამ მომრჩეველს არ ვატყუებთ. მათ შორის, როდესაც არის და იქ ვინც დადის ატყუებს თუ იმასთან დაკავშირებით, მე ეს სხვებზე კომენტარს არ ვაკეთებ შეგნებულად. იმასთან დაკავშირებით, როდესაც არის სტრატეგიული გაურკვევლობა და აი ზუსტად ახლა ჩამოგიყალიბეთ, როდის არის სტრატეგიული გაურკვევლობა შექმნილი. ამასთან დაკავშირებით ვიძახის, რომ არის გაურკვევლობა შექმნილი და შესაბამისად კრიტიკული მომენტი, როდესაც დადგება, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ოღონდ ამოცანა იქნება გამომდინარე იქიდან, რომ არ შეექმნას კომფორტი ბატონ ივანიშვილს და მის აი ამ უთავმოყარეო ესე პოლიტიკანების გუნდს, სხვათა შორის. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ამაში ვართ თანმიმდევრულები. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცა გაკრიტიკებს, ვიღაცა გლანძღავს, მაგრამ პოლიტიკაში თუ ხარ, შენ ამას უნდა შეეგო. თავარია რომ შენ უნდა იყო გულწრფელი და ადამიანები შენი მხარდამჭერები და ის ადამიანები, რომლებიც გინდა რომ შენ მხარეს წამოიყვან, არ მოატყუო. ამას ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ, თუ შინაარსობრივად გაანალიზებს პოლიტიკური მიმომხილველი საქართველოში მეტრაკნემად ნეიტრალური ადამიანი ჩვენს ქმედებებს. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის შემდეგი. დღეს ვიყოთ ფორმაში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია. ერთადერთი ძალა ვართ, მე ამას ხარს უსვავ, რომ ქართული ოცნების ელექტორალური ბაზა დაშალოს. და თქვენი ეთერი მინდა გამოვიყენო, რომ ქართული ოცნების სწორედაც აი ამ ელექტორატს რიგით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩემი მეგობრებიც არიან, სხვათა შორის, უთხრა რომ მეგობრებო, ჩართეთ კრიტიკული აზროვნების ელემენტარული უნარი და მიხვდებით რა დონეზე გატყუებენ ეს არამზადები, რა დონეზე თაღლითები არიან, რა დონეზე კორუმპირებულები არიან, რა დონეზე პოლიტიკურად ნაძირლები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვერც ბედავენ, რომ ევროინტეგრაცია კი არა, საერთოდ მთლიანად პროგრესი გააჩენეს ქვეყნის და დღემდე ეფარებიან აი ამ ევროინტეგრაციის, ესე იგი თემას, იმიტომ რომ ეშინიათ რომ საკუთარმა ელექტორატმა საბოლოო ჯამში არ დასაჯოს. ბელორუსში, ცენტრალურ აზიაში, რუსეთში მათ პოლიტიკური ვაჟკაცობა მაინც ყოფნით, რომ მიძახიან, რომ ეს ევროკავშირი საერთოდ არ გვაინტერესებს. მაგრამ ამათ პოლიტიკური ვაჟკაცობაც არ ყოფნით.
რომ ეს გულწრფელად თქვა და დღემდე თვალებში უყურებენ საკუთარ ელექტორატს და რაღაც იდიოტიზმით, ესე იგი, უბინძურებენ გონებას LGBT პროპაგანდით და რაღაც 1000 სისულელეებით თითქოს და ევროკავშირში გაწევრიანება LGBT პროპაგანდას და 1000 იმას, რა ქვია, უცნაურობას შეიძლება მოასწავებდეს. არამც და არამც, ამიტომ ხალხმა უნდა გონებაში ჩართოს კრიტიკული აზროვნება და ამათი ნაძირლობა და ამათი უთავმოყარება დაინახოს და დაინახოს ისიც, რომ არჩევანი მათ ნამდვილად აქვთ ნაციონალური მოძრაობის და სხვა ასე ვთქვათ მათი მხრიდან ძალიან ნეგატიურად აღქმული პოლიტიკური ძალებთან შედარებით. კი ბატონო, ერთ დავაზუსტებ და სხვა შეკითხვაზე მინდა გადავიდე. ესე იგი, ინფორმატებში იმიტომ არიღებთ მონაწილეობას, რომ სხვებისგან განსხვავებით გულწრფელები ხართ? ეს არის თქვენი პასუხი? არა, ჩვენ არა, მე გამეთქვამს გალბატონმანა. ეგ მითხარით. ჩვენ ინფორმატებში, სადაც საჭიროა, სადაც ვთვლით საჭირო რომ მონაწილეობა მივიღოთ, მონაწილეობთ იმ დოზით, რა დოზითაც კონტექსტი, პოლიტიკური კონტექსტი ამის საჭიროებას მოითხოვს. ეს არის შემდგარი ფაქტი. ჩვენი ანალიზიდან, სუბიექტური ტაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ დიდი პატივისცემა გვაქვს გალბატონი პრეზიდენტი ზურაბიშვილის, სხვათა შორის, მისი ღვაწლის ზოგადად და მისი სტრატეგიული ხედვის, ანუ ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანის თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ მასთან კომუნიკაცია არც გვიჭირს და სხვათა შორის ერთადერთი იშვიათი პოლიტიკური ძალა ვიყავით, ვინც მათ მის ინსტიტუციას პატივისცემდა ყოველთვის. ამიტომ ჩვენ ამ ხედვებს არ ვიცვლით, რაც არ უნდა, ესე იგი განსხვავებული ასეთი არსებობდეს ტაქტიკურ დონეზე. კი ბატონო, გასაგებია და ბატონ კახა, აუცილებლად მინდა გკითხოთ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით, ფარცხალაძე 9 მაის პუტინის აღლუმზე, მისი ფოტოები, მოკლედ ნოდარ მელაძის შაბათმა მოამზადა ამასთან დაკავშირებით რეპორტაჟი, PPA-სთან ერთად იმყოფებოდა, მანამდე PPA-ს ჰქონდა ასევე ორგანიზებული თბილისში შეხვედრა პრორუსული განწყობის მქონე ადამიანებთან, სახელებს და გვარებს აღარ ჩამოვთვლი. რა სიტყვით არის თუ არა ეს პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის? მოდი ასე დავსვამდი შეკითხვას და სხვათა შორის წინა რესპონდენტმა თქვა, რომ კარგი იქნებაო გახარიას წარმომადგენელსო კითხოთო, თავად როდესაც იყო ხელისუფლებაში, მაშინ რატომ არ აწუხებდა ფარცხალაძის გავლენებიო, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა? მე კონკრეტულად ჩემზე იკითხა წინა რესპონდენტმა თუ ზოგადად თქვენი პარტიის ლიდერზე, თქვენზეც, რადგან ალბათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდით, შეიძლება თქვენზეც იკითხა, მაგრამ თქვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერს გულისხმობდა ამ შემთხვევაში. მე მადლობა საინტერესო კითხვისთვის წინა რესპონდენტს და თქვენს მისი გამეორებისთვის ამ შემთხვევაში. ჩვენ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდით გალბატონოვანა, ვისაც კი ჩვენთან პირდაპირ თუ ირიბი შეხება ჰქონია. ისინი დამეთანხმებიან და დაგვეთანხმებიან, რომ ჩვენ ვაკეთებდით ჩვენი შესაძლებლობების მინიმუმს კი არა, მაქსიმუმის მაქსიმუმს, რომ სახელმწიფო ინტერესები საბოლოო ჯამში დაცული ყოფილიყო. სადღაც გამოგდიოდა 100%-ით, სადღაც გამოგდიოდა 70%-ით, სადღაც გამოგდიოდა 50%-ით. ეს უკავშირდება აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზოგადად განათლებული წესიერი ხალხის წინა პლანზე წამოწევას, საგარეო საქმეთა სამინისტროში, უკანა პლანზე ჩაჩოჩებული ხალხის, განათლებული ნიჭიერი ადამიანების წინა მხარეს წამოწევას, კარგი გაგებით უპატრონო ადამიანების წინ წამოწევას და მათთვის შესაძლებლობების დიდი რადიუსის და დიდი ჰორიზონტის გახსნას. ამიტომ ეგ რეპლიკა და ეგ კითხვა მე შემიძლია შეუტრიალო ნებისმიერ ადამიანს. ოღონდ დამერწმუნეთ, რომ ჩემს მიერ შეტრიალებული კითხვა ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, ბასრი იქნება, ვიდრე მათი მხრიდან შემოტრიალებული ჩემი მისამართით ან ჩვენი მისამართით. იმიტომ რომ მათ წარსულსაც ვიცნობ, მათ ბექგრაუნდსაც ვიცნობ, განათლების რესურსს და ასე ვთქვათ, ოპერირების რადიუსებს. ამიტომ ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რისი გაკეთებაც იმ კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო. რაც ხელგვეწირდებოდა, მათ შორის ჩვენი სხვათა შორის კარიერული განვითარების რისკის ფასადაც, სხვებისგან განსხვავებით, ამას ხარს უსვამ. იმიტომ რომ არასოდეს არ შეგვშინებია პასუხისმგებლობის თავზე აღება და არასოდეს არ შეგვშინებია ესეთ მსხვილ კალიბრიან უთავმოყარეო უსინდისო ადამიანებთან პირდაპირ დაპირისპირებაც კი თქვენ წარმოიდგინეთ. ამიტომ
ეგ რეპლიკა ფარცხალაძეს საინტერესოა, მაგრამ გულისხმობთ ამ შემთხვევაში აი ამ რაღაც მსხვილ კალიბრიან არა მარტო ფარცხალაძე ერთი რიგითი ჭანჭიკია დღეს ფაქტიურად რუსების ხელში. თორე მაგის გარდა სხვა მსხვილი მოთამაშეები არიან და თქვენ პრობლემა ახსენეთ. პრობლემა კი არა, ეგ არის კატასტროფული დღეს რეალური შედეგი დამდგარი, რაც ბატონმა ივანიშვილმა თავისი ამ რაღაცა კონსპიროლოგიური თეორიების მეშვეობით შექმნა. Ძალიანად მოშალა ინსტიტუციები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზორვის სამსახური ფაქტიურად ძალიანად გააუქმა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობას. თორე ეგ სამსახური რო ფორმაში იყოს დღეს, ის ხალხი, ვინც დღეს თქვენ ჩამოთვალეთ, მანდ არ უნდა ატარებდნენ იმას შეხვედრებს და არა მარტო ეგ ხალხი და სხვები კიდე მაღალ თანამდებობებზე არ უნდა ისხდნენ. პირდაპირ აგენტურა ვინც არის რეალურად რუსეთზე მიგმული. კი ბატონ, გასაგებია. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, კახა ქემუკლიძე პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.